დღეს მაქვს 10 ამანათი, არასტანდარტული ამანათები, დიდი, პატარა, გრძელი, უსწორმასწორო, ანუ ყველანაირი ამანათი არის და მოდი ესეთი არეული და აზერილი და ქაოსური რუბრიკა გქონდეს დღეს. გადავალაგებ ახლა გვერდზე ამ ამანათებს. მოდი ხელში რაც შემჩა, აი ამითი დავიწყოთ. ნახოთ რეები ამოვა. ბოლო დროს ძალიან საინტერესო რაღაცები ამოდის, აი ესეთ ყუთში საინტერესო აღაზროს არაფერი არ ამოსულა და ნახოთ ახლა რა იქნება. აბა ნახოთ რა მოვა. ხაღალში რაღაც გადახვეული. მე მგონი ქაღალდი ამოვიდა. ამოვიდა ეს რა არის? Samsung-ის რაღაც. Samsung-ის არის ასთავარია, მაგრამ რაღაცა არის. ცოდნეებო, აი ეს რა შეიძლება იყოს? მძიმეა, საკმაოდ მძიმე რაღაცა არის. სახიფათოა, დიდი ვოლტიო, ესე აწერია. Made in Malaysia-ო, დაჟე ჩინურიც არ არის. და რა მოყვა? მოყვა აი ესეთი კაბელი. ეს დაიდება ჩემს საიტზე გასაყიდად აუცილებლად, ვინც პირველად მიყურებთ ან ვინცაც ინფორმაცია არ გაქვთ, გავაკეთე საიტი, სადაც Amazon-ის ამანათებიდან ამოსულ ნივთებს ვყიდი. ისეთ ნივთებს, რომელიც მე არ დავიტოვე. ეს ნივთიც მათ შორის მოხდება იმ საიტზე, შეგიძლიათ საიტზე შეხვიდეთ, დაათვალიეროთ ნივთები. ძალიან ბევრი ნივთი იქნება უკვე დამატებული ეს ვიდეო როცა დაიდება, საიტზევე ხდება შეკვეთა. საიტზე გააფორმებ შეკვეთას, ოპერატორი დაიკავშირდებათ, მიღების დეტალებზე შეთანხმდებით. კაი, ეს უნდა გადავაგდო, ეს ალბათ მე არ მიწყევს, ამის გარშე გავატარ. კაი, გავაგზავნეთ. შემდეგი სუბუქი ამანათი. ნახოთ, რაიმე იგივე ყუთი, ანუ იგივე ტიპის ყუთი, რომელსაც არაფერი არ აწერია, არც დაბრენდილია და ამოდის ხოლმე აი ესეთი საკვირველი ნივთები, რომელიც არ ვიცი ვის ჭირდება, რა შეჭირდება. ეს არის მეგონი მანქანის ხელის პრესასოთი უნდა იყოს. ნახეთ? აი ესეთია. იტენება, მოყვება მეორე ფილტრით, აი ესა კიდე. აი ესა. Ну, სავარაუდოდ დასატენია. მაგრამ ესეთი რაღაცა არის და ეს უკეთდება კიდე მე. აი ეს. მანქანისა, ну, შეიძლება ისე სხვა რაღაცაში იხმარო, მაგრამ ძირითადად მანქანაში უფრო იხმარ. ესეც არ ვიცი, შეიძლება მანქანაში დავიტოვო, არ ვიცი, მანქანაში პირდება ხოლმე ეს რაღაცები. კომპაქტურია ძალიან. მომეწონა. შემდეგი, კაი მძიმე ამანათია და ამაშიც ახლა იქნება ან ტრანსფორმატორი როგორც წინა ვიდეოში, ან რაღაცა ჯახთი. აი მომწონს ამანათები უკვე არ მომწონს. ოჰო, ორი აღაზრდებს შეგნით ერთ და იგივე ელემენტი, 24 ვოლტიანი ლითიუმის ელემენტი. ეს არის ბაგალკების და ეგეთი რაღაცეების, ან ელექტროდრელების ან რაღაცა, ნახეთ ხო ამ ხელა, ლითიუმის, აი ესეთი, ორი ცალი. თქო მეორეც იგივეა ზუსტად. აი ესეთი შტეკერები აქვს. მე თუ დაინტერესდებით ვინმე, რაზე მიდის დამიწერეთ კომენტარებში თქვენეს, ვინც ზუსტად ისის რაზე მიდის და მეც მოვიძიებ მანამდე და რა თქმა უნდა ეს ჩემს საიტზე დაიდება გასაყიდად, იმიტომ რომ მძიმე ტექნიკა მე არ მაქვს. ნუ არა უშავდა, შეგახსენებთ რომ ჩემი მხარდამჭერია Georgian Time, რომელსაც დააქვს პოლონეთიდან საქართველოში ამანათები და ასევე საქართველოდან პოლონეთში. ძალიან კარგი ტარიფები აქვს, ძალიან სწრაფად მუშაობენ, სწრაფად ჩამოვაქვთ ამანათები. ეს ამანათების პარტია 12 დღეში ჩამომიტანეთ. ძალიან კარგია, 5 წელია მათთან თანამშრომლობ, თუ რაიმეს გამოწეაგნებათ პოლონეთიდან, ან პოლონეთში გინდათ ვინმეს რამე გაუგზავნოთ, შეგიძლიათ შეეხმიანოთ Georgian Times. ეხლა გავაგზავნეთ შემდეგი, უიმე გამძიმეა. მე ლუქსნები დებს ამაში, ან სეტკები ან რაღაცა. რაღაც საშინელი ამანათები მოვიტოვე ბოლოსკენ მე მგონი. ანუ ეს რა იმ პარტიის რაც გამოვიწერე, ბოლო ამანათებია თითქმის რა. და რაღაც საშინელებები. დანა ჩანგლების კომპლექტი. ეს სახში გამოსაყენებელია. ეს რა გასაყიდია პრინციპში. ეგრე აწერია, ახატია რომ დანა ჩანგლებიაო და ნახოთ აბა რეებია. დანა ჩანგლებია მართლაც. დანები თუ ვერ გამოვიღებ, გავივლოკო ჩანგლებს განახებ დიდი სიამოვნებით. დანებიც არის, ხო, დანებიც არის, ჩანგლებიც არის. ოღონდ მოკლე ჩანგლებია. ესეთი ჩანგლებიც არის, სუფრის დანებიც არის. სუფრის დანები უფრო ბევრია. კოვს ვერ ხედავ. კოვზებიც არის. ეს ეგრევე წავიდა ჩემს სამზარეულოში. ეგრევე ჩემს სამზარეულოში წავიდა ეს. ამდენი დანა რაც მინდა არ ვიცი 1 2 3 4 цали დანადებს შეგნით თუ 10 цали. რაც მინდა არ ვიცი ამდენი დანა, მაგრამ ამის გაყიდვას აზრი არ აქვს. მე თვითონ ამას ვიტოვებ მე. შემდეგი, მოდი ვნახოთ ეს. ძალიან გავს ყურსასმენს. ძალიან გავს ყურსასმენს და ვნახოთ. მე მგონი ყურსასმენი დებს შეგნით. ხო. არა. ერთში დევს ბარბის სათამაშო. ბარბის ბიუსტი უფრო სწორად და მეორეში დევს აი ეს. ეს არის ყურებზე გასაკეთებელი, ყურები რო არ მოგეყინოთ, აი ესეთი ფუმფულა და ღუღულა. ერთი სიტყვით, აი ესეთი ნივთები ცალცალობაში რო არ გავყიდო, სავარაუდოდ ესეთ ნივთებს ჩავდებ ბოქსებში, ყუთებში, იქნება 50 ლარიანი, 100 ლარიანი, 150 ლარიანი ყუთები, რომლებშიც თქვენ არ იცით რა დევს, მაგრამ იდება აი ესეთი რაღაცეები, აი ესეთი ცოტა წვრილ-წვრილი ნივთები, ოღონდ ბევრი. 5, 10, 20 цали შეიძლება ჩავალაგო ამანათებში რამდენი სამოვა და ცალკე ისინი გაიყიდება მე. რო აი ესენი ყულად აღიდოს ჩემთან რა. შემდეგი, მოდი გრძელი ნივთი ავიღოთ. იმედია ამაში მაინც ამოვა, კაი და იმედია მთელი ვიდეოს განმავლობაში რამე ნორმალური ამოვა. ისევ ჯღანი ყუთი ამოვიდა და ისევ რაღაც ჩხაღუნობს შიგნით. ეს რაღაცა კაიაო.
ერთი სიტყვით ეს არის კედელზე მისამაგრებელი. მე რამდენი ამა მივიდა, მაგრამ მე 4 ცალი ამა მივიდა. ანუ ესე კედელზე ამაგრებთ, აი ესე, კედელზე ამაგრებთ და მაღლა დაბლა ანათებს. ნათება აქვს. არც ელემენტი მოყვება აღაფერი, პიტაპირ შიგნით კაბელები აქვს, ეს უნდა გაიხსნას გვერდებიდან. შიგნით კაბელები აქვს, დეკორაცია სახლის, მაგრამ ამას იმ ხელა ნათურები აქვს შიგნით, რომ გააბდღუიალებს იქაურობას. აი ძალიან დიდი ნათება ექნება დააწუნებულია, რა ვინც ეკოვით, მაგაში რო შეხედოთ, ნახეთ რა ხელა ნათებები ექნება. ესეც რა თქმა უნდა, ჩემს საიზე დაიდება, დაკარგული ამანათები წერტილი G. შემდეგი, მაინც არ ვაკმაყოფილი რაღაც დებილობები ამოვიდა ჩემი აზრით, ნორმალური რამე იყო, მეგონი არაფერი. ნახოთ, ეს ძალიან მსუბუქია, მაგრამ ძალიან მსუბუქებში უკეთესი რაღაცები დებს ხოლმე. კიდევ ისეთი ყუთი. ეს არ ვიცი რა არის. მივხვდი რაცა. მეგონი თქვენს მივხვდით რა არის. დეკორაცია არის, ესენი რო ჟღაღუნებს მე. ოთახში დასაკიდებელი არის, ქარზე რო ჟღაღუნებს. ჩემ ოთახს არ მოუხდება, ასე რომ ესეც წავიდა ჩემ საიტზე. ეს ძალიან პატარა ვიდეო გამოვა, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი გავხსენი, ნორმალური არაფერი არ ამოსულა. შემდეგი, ესეც ძალიან მსუბუქი ყუთია. რაღაცა ყუთი ამოვიდა ძლივს და იმედია ნორმალური რამე იქნება. საპნის დისპენსერი ეს სახში მაქვს რამოდენიმე ცალი. ასე რომ ამას ყველა ვარიანტში ჩემ საიტზე დავდებ. ეს არის საპნის დისპენსერი, რომელსაც სენსორი აქვს. ხელს შევუშვეთ, საპონს გასხავთ ხელზე. ეგრევე ვიცანი, მე ცოტა ბანძი მაქვს ამასთან შედარებით. ეს უკეთესი ხარისხის არის. აი ესეთია. ეს ესა იხსნება. ესე აქ საპონს ასხავთ შიგნით. მე ესე დებთ და ხელს შევუშვეთ, საპონს ასხავს. და ელემენტები უნდა ყველა ვარიანტში რა თქმა უნდა. ელემენტები დევს სხვათა შორის. კაი რაღაცა არის. ესეც ან გასაყიდად წავა და ან რომელიმე ბოქსში ჩავდება. ასე რომ რომელიმე ბოქსის გამოსანა ყუთის შეზნას დავაპირებ ჩემგან, ისოდეთ რომ შეიძლება ესეც იდოს მაგაში. შემდეგი, ესეც ძალიან მსუბუქი ყუთია. მოიხარ მსუბუქებში ფოკა რაღაცა მომდის, მძიმე რაცა ნაგავია. დრონი! აი ამან უკვე დააგვირგვინა დრონი. ნახე თავისი ჩანთა მოყვება. მე 2 დრონი მაქვს, იმიტომ რომ ეს ასე უნდა გაიღოს, ამას არ დავიტოვებ, ასე რომ ჩათვალეთ რომ ვიღაცა ძალიან შეღავათიან ფაში იყიდით ამ ყველაფერს. მოყვება დამატებითი ელემენტიც. აი ესე იშლება. ტკეპ. ძალიან მსუბუქია, ერთი კამერა აქვს, დაბლა სენსორი აქვს და მოყვება რა თქმა უნდა პულტი. პულტი ძალიან პრიმიტიული მოყვება. გითხრათ რაღაც სასწაულია თქო არა. ტელეფონის დასადებით მოყვება, ქვემოთ ტელეფონი დაუდოთ, ტელეფონს აკავშირებს სავარაუდოდ. ქვემოთაც აქვს რაღაც კნოპკები, ერთი აქეთ, გადაღება, სიჩქარე. აი ნახეთ, ესეთი პულტი მოყვება. დრონსაც განახებთ ახლოდან ეხავე. სპეციალური დამტენი მოყვება, ნახეთ, სუპერ სქემები აქვს შიგნით. გამოსასვლელი ფრთები, ფრთის დამცავები და ასე შემდეგ. თავისი აპლიკაციას ექნება სავარაუდოდ, ეგრე მგონია, ისევე რეფერენს, მე მგონი დასატენია. სავარაუდოდ დასატენია. მეორე ელემენტი ჩავდოთ, მეორე ყოველთვის დატენილია ხოლმე. აბა დიდი ხანია დააწვე, ხო? ჩაირთო. ეხლა მე აპლიკაცია და რაღაცეები არ მაქვს სამწუხაროდ, ამაშიც არ ვიცი ელემენტი თუ დევს. ელემენტი მოყვა. ეს საიდან ივთება, მაგრამ ეს ესე უნდა გეჭიროს ბოდიში, პულტი ესე უნდა გეჭიროს. სავარაუდოდ ტელეფონი ჭირდება ამას და აპლიკაცია. ეხლა სახში ამას მაინც ვერ ავაფრენ მე, იმიტომ რომ რაღაცებს დამილეწავს. მაგრამ აპლიკაციის ჩაწერას ვეცდები უცბად ჩავიწერო და ვნახო. კამერის გადაღების ხარისხი არ წერია, რამდენი აქვს. ეხლა რაღაც სასწაული არ ექნება, როგორც DJI-ს აქვს ხოლმე, მაგრამ ამანათში ამოსულ დრონთან შედარებით, ხარისხები აქ არ წერია, ხო? იქ ეწერება სავარაუდოდ. გადმოიწერა უკვე აპლიკაცია, ძალიან პატარა აპლიკაცია ქონია. რეგისტრაცია უნდა სამწუხაროდ, უცბად გავივლი. აი, დაკავშირებულია, აბა ვნახოთ ეხლა. Play. ჩანს. კამერის ხარისხს გეტყვით ეხლა როგორი აქვს. ოთახის ყვალობაზე ცუდი კამერა აქვს. აი, განახებთ, როგორ აჩვენებს ჩემ თავს. აი ესე აჩვენებს. კაი, всё. მოჩი. თავარია ვნახეთ რომ დაფრინავს. იყიდება დრონი. ამას აუცილებლად გავყიდით. დაფრინავს, კამერაც მუშაობს, ყველაფერი მუშაობს, 2 ელემენტი აქვს. გავტესტეთ ყველაფერი, ძალიან კაი იყო. აპლიკაცია ყველაფერი მუშაობს, ყველაფერს მოვაყოლებ აბსოლუტურად. აუცილებლად დაიდება ჩემს საიტზე დაკარგული ამანათები წერტილი G. შედით, შეკვეთა გააკეთეთ პიტაპირ ონლაინ ეგრევე. თავისი ლამაზი ყუთის მოყვება, ესეც ჩანთა უბრალოდ. შვენიერია. აუცილებლად დაიდება ეს გასაყიდად, აუცილებლად. და ბოლო, არ ვიცი ეს ბოლოს შეტო მოვიტოვე, საშნელი ყუთია. ცუდი ხასიათით უნდა დავამთავრო უეჭველი, გახსნა გამოხსნები, დრონი ჯობდა დამეთაღებინა, მაგრამ იყოს არა უშავს. ნახოთ რა შეიძლება ეს იყოს. აი ესე გამოიყურება.
აი ესეთი ჯოხი ამოვიდა, აი ესეთი ჯოხია ასაწყობი. არ ვიცი ეს რისთვის გამოიყენება. ერთი ვარიანტი მეგონა თავიდან რომ უსინათლოების იყო, ანუ უსინათლოები ხმაღობენ ხოლმე ჯოხებს, მაგრამ ეს რაღაცა არ ეთყობა რომ ეგ იყოს აქ რაღაცა სარეგულირებელი აქვს. კიდე მინახავს ხოლმე პოლონეთში რო ცხოვრობდი, ესე უჭირავთ ხოლმე ხელში და ესე დადიან ხოლმე. ვარჯიშის დროს. ეგ რაში გამოიყენებოდა ხოლმე ყოველთვის მაინტერესებდა ესე ორი ცალი, ეხა მეორე საწყობა მეზარება იგივეა ზუსტად. ორი ცალი და ვარჯიშობდნენ ხოლმე. ან ერთია და ან მეორე. იარო კაი რაღაცა არის. თხილამურებისაა. შეიძლება თხილამურებისაა, იმიტომ ეს ესე იშლება ამხეთქამ ხელაზე. ხო, ძალიან კაი რაღაცაა, ძალიან გავერთე. ეს ტროსზე არის. ხო, მე მგონი თხილამურებისაა. მე თხილამურებზე არ მგავა რაღაცას, იმიტომ რომ არ მიყვარს. ძალიან კაი რაღაცაა. სავარაუდოდ მე მგონია რომ თხილამურისა არის, არ ვიცი. თქო უნდა ესე დაიდება ჩემს საიტზე გასაყიდად დაკარგული ამანათები წერტილი G. სულ ეს იყო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემ მხარდამჭერს Georgian Times-ო დამეხმარა და ამდენი ამანათი ჩავამატანინა. ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ რომ ამდენი ვიდეო ამიტანეთ, ამდენი ვიდეოს უყურეთ ჩემსას. არ ვიცი, შეიძლება პაუზა მქონდეს, შეიძლება შემდეგმა ამანათებმა მოასწროს ჩამოსვლა, იმიტომ რომ ეს ბოლო პარტია იყო, რაც გავხსენით თითქმის, მე მგონი აღარ დარჩა. შეიძლება დაგემშვიდობოთ რამოდენიმე კვირით, შეიძლება ერთი თვითაც, შეიძლება უკვე ჩამოსული ამანათები და ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ვიდეოები წინასწარ გადავიღე და ვნახოთ რა იქნება მომავალში, მაგრამ ჩემი ახის გამოწერა მაინც არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ გელოდებათ უფრო უკეთესი და უფრო კარგი ვიდეოები. წარმატებები ყველას.